რამოდენიმე ხნის წინ ჩვენ გქონდა შეხვედრა იაპონიის ელჩთან თბილისში, რაზეც ამ შეხვედრის ფარგლებში შევთანხმდით, რომ ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ ვიზიტ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩემთვის პირადად კომპაქტურ დასახლებულ ობიექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ეს არის ფოცხვეეწერი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფოცხვეეწერში, ასევე გვაქვს შესაძლებლობა ჩვენ დევნილი საზოგადოებასთან გავიაროთ ყველა ის მკვლელობური საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას. ბატონ ელჩს ჰქონდა შესაძლებლობა რომ მოესმინა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის, ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც დაეხმარება ჩვენ დევნილ საზოგადოებას, კონკრეტულად აი ამ დასახლებულ პუნქტში, რათა გადალახონ ის სურთელები, რომელიც მაგათ გააჩნია. ძალიან მიხარია რომ აქ ვიმყოფები, იმიტომ რომ იაპონიის მთავრობამ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა გამოყო ქართველებისთვის თელ საქართველოში და მათ შორის დევნილებისთვის იყო რამდენიმე პროექტი დაფინანსებული და მე მინდოდა დღეს პირადად შევხედროდი დევნილ მოსახლეობას, გამეგო მათი სიტყვებით თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი დასაქმების კუთხით თუ სხვა მრავალი კუთხით და უფრო მეტი გამეგო მათი მდგომარეობის შესახებ. მართალია დევნილები საქართველოს სხვადასხვა ადგილას არიან განფენილები, მაგრამ იმის გამო რომ ესენი არიან იზოლირებულად დასახლებულები, მე აღმოვაჩინე რომ მათ ტრანსპორტირების პრობლემა გააჩნიათ. საქართველოს მთავრობასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად განვიხილავთ იმ ზომებს თუ რამ შეიძლება გაუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ქართული რაღაცეები არის, რაც ქართულმა მხარემ უნდა გააკეთოს, მაგრამ ასევე ჩვენს განვიხილავთ ჩვენი პროგრამის ფარგლებში თუ რაიმეს გაკეთება არის შესაძლებელი, ჩვენ განვიხილავთ ამ შესაძლებლობებს.